მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ნაციონალების დროს ძალით დასუქებულ ხალხთა ბრიფინგს. პირველ რიგში ძვირფასო მეგობრებო, გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ მიხეილ ყაველაშვილს, რათა მან მოგცა სტიმული სააშკარაოზე გამოგვეტანა ნაციონალების მიერ ჩადენილი ცხიმიანი საქმეები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გახლავართ წინა მთავრობის დროს დაზარალებული ხალხი, უაზროდ გასუქებულები, რომლებიც დღემდე ვერ ბრძვით ჭარბწონიანობის პრობლემას. აქვე მადლობა მინდა უთხრა ამ მთავრობას, რომლებმაც მოგცეს კუჭების დაჭრის, ანუ ბარიატრიის გაკეთების საშუალება. რის შედეგადაც გარკვეულ დაზარალებულთა ჯგუფმა, ვისაც საშუალება ჰქონდა თავს უშველა. გეტყვით, რომ წამების ეს ფორმა გაცილებით რთულად გადასატანია, ვიდრე ფიზიკური წამება. გვაჭმევდნენ ძირითადად ცომეულს, ძვირფასო მეგობრებო. დღეში დაახლოებით 10 კილომდე სხვადასხვანაირი ფორმით გამოვცხარ ცომეულს გვაჭმევდნენ. უბანში ამის გამო ცალკე მაბოლინგებდნენ და ნახშირს ხალას მეძახდნენ. მე პირადად. გავესაუბროთ ძვირფასო მეგობრებო ერთ-ერთ დაზარალებულს და თუ შეიძლება მობრძანით, აი რის შემდეგ მიხვდით, რომ წინა მთავრობა მიზან მიმართულად გასუქებდათ. მე ამას იმის შემდეგ მივხვდი, როცა ერთ-ერთი ბანაობის დროს საჭკვიტინებელი იხვი დავკარგე. დაკარგეთ? ხანგრძლივი ძებნის შემდეგ აღმოაჩინე, რომ ის ღიპის ნაკეთში იყო დამალული. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც უბედურება ხდებოდა. მე მეცაც გეტყვით, ასე მარტივად კი არ გვასუქებდნენ. არა, სასტიკად და დაუნდობლად. კონიმჭლე. სულ ასე ფენად გვასუქებდნენ. ფენა. სხვათა შორის მე პირადად ნაციონალების დროს მაქვს ბარიატრია გაკეთებული. და შემომხედეთ, მეტყობა რამე? საერთოდ გეტყობათ ბარიატრიის თქვენ. დიახ. ნაციონალების დროს ბარიატრიაც კი ასუქებდა. ბარიატრია მეგობრებო, რა დღეში გვაგდებდნენ. ამიტომ ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ ფრაზა სისხლიანი 9 წელი შეიცვალოს ფრაზით ცხიმიანი 9 წელი. ჩვენი დაძღომის გამო ვერ გაიხარებთ ნაციონალები. გავესაუბროთ მორიგ დაზარალებულს, მობრძანით ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ. და მოგიხევით თქვენი უბედურების შესახებ. დიახ, გეტყვით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გეტყვით. მე პირადად წინა ხელისუფლება როცა მოვიდა, ბაღში დავდიოდი. ბაღში იყავ. დიახ, ბაღში დავდიოდი და როცა ნაციონალი ძიძა მაბანავებდა, ესე მეუბნებოდა ხოლმე. დათვიმჭრე და შენ მსუქანიო და კი ხედავთ როგორც ამიხდა ყველაფერი. კიდევ ყველაზე მთავარი რაც არის, ნაცები რომ მოვიდნენ, მე პირადად მაშინ ვიწონიდი 40 კილოგრამს. 40 კილოგრამს ვიწონიდი. ნაცების მოსვლის დღიდან ყოველდღიურად დამიწყეს დღეში 6-ჯერადი ყვება და 9 წელში მომამატებინეს 100 კილო. ეხლა ვარ 140 კილო. ესე იგი ისე ვარ გამწარებული ბოღმა და ქოლესტერინი ერთად მახრობს. და ეგ რო არაფერი, ეგ რო არ ეკმარეს. წამიყვანეს და ღორებთან ერთად დამაყენეს. და ეხლა უნდა იღრუტო მაგითხეს ბოლოს. ეხლა უნდა იღრუტუნო, თორე ისე საჭმელს და მეც უღრუტუნებდი სხვა გზა არ მქონდა ბატონო. მომახსენდება ცუდად ხდება. ისე მივეჩვიე ღრუტუნს, სახში ვარ მეღრუტუნე, ცოლ საჭმელი აღარ მქონდა ჩემთვის. ღუტა ბოდიში ძვირფასო მეგობრებო, ესე თუ არ დაუძახი ისე ვერ წყნარდება. ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ბრიფინგს, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჭამის გარდა გვირეკავდნენ და იყო მუქარები და ფსიქოლოგიური ზეწოლები. გვეუბნებოდა, რომ იქამდე არ მოგეშვებით, სანამ ფეხებს შორის შარვალი არ გამოგეხეხებათო. გახსენებაც არ მინდა რა გვაქვს გამოვლილი. გავესაუბროთ მორიგ დაზარალებულს, ბატონი ვასო, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუ შეიძლება. მოყევით თქვენი გასაჭირი რა მდგომარეობაში იყავით და როგორ იყავით? ჩემი გასუქების პროცესი 2006 წელს დაიწყო. 6 წელს, კი ბატონო. დამიბარა მერაბიშვილმა. შენო სააკასვიჟე ლამაზი, რატომ ხარტო ხარო? ხო და უნდა გაგასუქო. მოიტანა მაყალი და მთელი ღამე ძალით მაყურებიებდა მწვანის შეცვის პროცესს. თან ეცე მაყავს ქვაბის თავსახურს უნიავებდა, ესე რომ მთელი ეს სურნელი ჩემსკენ წამოსულიყო. აქეთ უნიავებდა. უნიავებდა, აბა. თავი ვერ შემეკავებია და რომ მეჭამა მე დაურეკა ვიღაცას ისო რა ქვია. კოდოას დაურეკა. რა უთხრა და 2 ტორტი მინდაო. 2 ტორტი მინდაო, ერთი ხილისო და მეორეო ნიგზიანიო. მოიტანეს და ორივე თვალით მაჭამეს. ნიგზიანი. ნიგზიანის. შემოვიდა
თარგამაძე გივი? გივი თარგამაძე ეს ატვალენტი სულ სამოხდით ეგ ხო? ეგ მოვიდა კი ბატონო მე რა გიქნა ესე ხონჩაზე ხონდა ბევრი დაწყობილი ხაშლა მე თიმთიმებდა ქონებიანი იყო ცეკვავდა ხაშლამა და მე ესე ამოიღო ეს მარილი და ესე მოაყარა ესე მოაყარა შეჭამეო მე მეუნებოდა შეჭამე თუ მე რა მოხდა ო რომ ვერ გამასუქეს მე რაღაცა შეთითხნილი ბრალდებები წონაში კლება დამაბრალეს ხო ნირტკიცებების სახით ჭვავის პური ჩამიდეს და რუსთავის მკაცრი გასუქების კოლონიაში ამოვაყოფიეს თავი ესე იყო დღეში 8-ჯერ კვების შედეგად 6 თვის განმავლობაში ბატონოვანო ტანწერწეთა ბიჭი ციხიდან გასიებული გამოვიდა ძირფოს ხედავთ მეგობრებო რა დღეში გვაგდებდნენ ვიღაცები ამბობენ რომ რატომ მაშინ არ ამოიღეთო ხმაო როცა ასუქებდნენ რომ გაგცემთ პასუხს იმიტომ არ ამოიღეთ ხმა რომ თავის დროზე როცა ეჭვი გაგვიშთა რომ ნაციონალები ძალით გვასუქებდნენ დაგვიბარეს და გვითხრეს რომ თქვენ მსუქნები კი არ ხართ უბრალოდ ძვალმსხვილები ხართო აი ასე თან გვასუქებდნენ და თან თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ხალხო ნაცარს გვაყრიდნენ და ბოლოს საზოგადოებას მინდა მივმართო რომ იძახით რომ არ გვინდა ეს მთავრობაო არ გვინდა ოცნებაო მე ვსვამ კითხვას აბა ქონი გინდათ მადლობა თქვით რომ კალორიები არ გვაცვივა თავზე და ცხიმებში არ გვითრევენ ხო ძვირფასო მეგობრებო ახლა შემატყობინეს რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ტყუილი სუპი მოუტანია ჩვენთვის და ხო ტყუილი სუპი ხო არაფრის და წავიდეთ ბიჭებო მივირთვათ სუპი გვაქვს სუპსა აქეთ წავიდეთ იქითაც ჩამოარი გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.